მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ, შევიცვალეთ სტუდია და გებრუნდებით ახალი სტუდიიდან. მოკლედ. დღეს მინდა ვისაუბრო ჰესებთან დაკავშირებით და მის საკრავულ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ ყველაფერს ცხადია, რომ ქვეყნის განვითარება სჭირდება რაღაცა, მათ შორის მეტი ენერგორესურსი და ჰიდროენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სუფთა წყარო ენერგიის. ანუ ნახშირთან, გაზთან, ნავთობპროდუქტებთან შედარებით. ხო, ჰესებით ხო და არავინ არ უნდა მოგვატყუოს, რომ მიკროჰესებით შეიძლება იგივე შედეგის მიღება, რაც ჰიდროელექტროსადგურებით. რაღაცა უვიცი ხალხის ნათქვამი და ხალხის, რომელიც შეიძლება თავის კერძო ინტერესები ჰქონდეს მიკროჰესების კეთების. და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი ჰესების მშენებლობა არის გარდაუვალი და ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს დიდი ჰესების მშენებლობა იწვევს რაღაცა აუცილებლად ეკოლოგიურ კატასტროფებს რა, ანუ ნებისმიერ მოქმედება რაღაც ცვლილების გამოწვევი არა, თქო, ხომ მე რო ავდგე წყალი დავლიო, ჩემი ოთახის რაღაცა მიკროკლიმატზე შეიძლება ამან იმოქმედოს. მაგრამ ნუ უნდა გავიაზროთ რა ცვლილების მომტანია თითოეული ქმედება და ამ შემთხვევაში ჰესის მშენებლობაზე ზუსტად იგივე ამცელდება რა. მაგალითად არის ეგეთი შაურის ტბა. შაურის ტბა ზამთარში, ზაფხულში, ჩემოდგომაზე, გაზაფხულზე არის ერთ-ერთი რაღაცა რა, რაჭაში ერთ-ერთი ლამაზი ადგილი. რაღაცა ყვითლდება ეს ფოთლები, ხეები, რაღაცები, ძალიან ლამაზია, თოვლში ძალიან ლამაზია. მოკლედ, ძალიან ლამაზი ადგილია. ეს შაურის ტბა არ არის ნამდვილი ტბა, ანუ არის ხელოვნური წყალსაცავი არის შაურის ჰიდროელექტროსადგურის. და შესაბამისად ამაზე არავინ არ იძახის, რომ იცით რა, აქ იყო რაღაცა ძალიან ლამაზი ადგილი და ეხლა არის რაღაცა საშინელი შაურის ტბა. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცა გავლენა მოეხდინა მიკროკლიმატზე იმ ადგილის, რაღაცა ლოკალურად შეიძლება, რა ვიცი, შეცვალა კლიმატიც და რაღაცა ბუნებაც, მაგრამ უიმერა საშინელება, ну, არ არის ეს. და ხო, ისიც კონკრეტულად კიდევ რომ ხო, და ну თუ ტბა და ზოგადად ეს პროცესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობს კარგად, წესების დაცვით, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. აი მაგალითად, ძირითადად რა პრობლემას ხდება ხოლმე, ну აი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, აი ამ ადამიანური ფაქტორს რაღაც პროტესტებს მოყვება. ამ ყველაფრის დაალაგებისთვის საჭირო არის რაღაცა რა, შესაბამისი ახსნა, განმარტება, მორიგება, მოვლა, კომპენსაცია. აი ეს ყველაფერი თუ წყობში არის, ისეთი კრიზისები არ წარმოიქმნება ხოლმე, როგორც სხვა ჰესის მშენებლობისა საქართველოში შეგხვედრია. აი ზოგადად ნებისმიერი ჰესის მშენებლობა დაკავშირებული არის რაღაც დონის მიწის ექსპროპრიაციასთან, ანუ ჩამორთვევასთან. უბრალოდ აქ სინამდვილეში საუბარია, უბრალოდ რამდენად სამართლიანია ის გადახდილი თანხა და შეთავაზებული პირობები რეალობასთან მიმართებაში. ანუ რაღაცა წინაწლებში როგორც ხდებოდა, მნიშვნელოვნად არ ფარავდა მოლოდინებს იმ ხალხისა, რაც რეალური იყო. ანუ ეხლა ცხადია, რომ რაღაცა მილიარდობით დოლარი და ასობით მილიონი ვერ ეღირება მიწა, რაც ხალხს უნდა გადაუხადო. თუმცა, ну, ეს უნდა იყოს ყველაზე მაღალი იმ ფასებიდან, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მიწის იძულებითი ექსპროპრიაციისას. ხო და, ну, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა იძულებითი გამოსყიდვა. ხო და, ну, ეს შესაბამისად ჩვენ უნდა ვიფიქროთ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი მიმდინარეობდეს სამართლიანად. მაგალითად, იყო დრო, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების აი მაგალითად ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომხდარიყო მიწის ექსპროპრიაცია. მოხდა ცვლილებები და ნუ ამის შემდეგ გახდა სასამართლოს
სასამართლო უკვე ეკონომიკის სამინისტრო წერის განცხადებას შეაქვს სასამართლოში, სასამართლო რაღაცა პირობითად განიხილავს და ამის შემდეგ ხდება უკვე დადასტურება იმისა, რომ აქ არის რაღაცა საჭიროება და საზოგადოებრივი მოთხოვნა იმისა, რომ აქ აშენდეს ჰესი და ფასთან მიმართებაში ამდენად სამართლიანი არის ეს ფასი. აი ამ ორ რაღაცას ადგენს დღეს სასამართლო. თუმცა პრობლემა აქ აი მაგალითად როგორც გაპრობლემებული ჰესების მშენებლობისას ყოფილა, აქაც და ზოგადად რა პრობლემებიც დღეს საქართველოში არის, ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე პრობლემა არის არასიღრმისეული და არაფუნდამენტური საქმის კეთება. ანუ სასამართლო აქაც არის ძალიან ზედაპირული, იქიდან გამომდინარე, რომ აი მაგალითად ჩვენ თუ ავიღებთ ნამახვან ჰესის кейს, ნამახვან ჰესის შემთხვევაში მოსახლეობის პრობლემა არ ყოფილა გადახდილი თანხის ოდენობა. არამედ იქ პრობლემა იყო ის, რომ ამ ჰესის აშენების შემთხვევაში მოსახლეობა თვლიდა, რომ მათ ჯანმრთელობას, ცხოვრებას ექნებოდა საფრთხე, შეიძლება დატყვირილიყო და გამოიწვია ისეთი კატასტროფები, რომლებსაც მაცხოვრებლები ვერ აირიდებდნენ თავიდან. და ის საბუთები, რომელსაც წარადგენდნენ ეს ნამახვამსის მშენებელი კომპანია, რომ ეს არის დასკვნა იმისა, რომ რეალურად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი, მოსახლეობა იძახდა, რომ ეს არის ფალსიფიცირებული. სასამართლო ამ შემთხვევაში თუ იქნებოდა სიღრმისეული ჩართულობა, სასამართლო იქნებოდა ჩართული იმაში, რომ დაედგინა ამ დოკუმენტების სიცხადე. შეიძლება დანიშნულიყო დამოუკიდებელი ექსპერტიზა და ჩატარებულიყო და ამის შემდეგ ყოფილიყო დასკვნა. ამ სასამართლოა ჩართულიყო ყოველ შემთხვევაში ამ პროცესში მთლიანად და სასამართლო უნდა ყოფილიყო იმის მდგენელი, რამდენად სამართლიანია, არა მარტო გადახდილი თანხა, არამედ ზოგადად სამართლიანობა, რამდენად არის ზოგადად ამ პროცესში. ხო და შესაბამისად აქ იყო ორი ამბავი, რომ ჩანდა მოსახლეობის პერსპექტივიდან, რომ სასამართლო პირდაპირ მეკრძოებული იყო კომპანიის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია მთავრობასთან იყო დაკავშირებული და უსაც შესაბამისად ხდებოდნენ, რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. და ხო, ან ჩვენ თუ გვინდა რომ მოვაგვაროთ, ну ხა რა თქმა უნდა, ქართული ოცნების პირობებში, როცა სასამართლო ისე არის ოკუპირებული, შეუძლებელია ნებისმიერი სამართალ წარმოება მიმდინარეობს სამართლიანად. და ამ შემთხვევაში ჰესების მშენებლობისასაც მოსახლეობის პრობლემა იმის მიმართ, რომ ჩვენთვის შეიძლება უსამართლო იყოს ის პირობები თუ ის კონდიციები, რასაც გვთავაზობენ, ძალიან ბუნებრივია რა. და სასამართლოს მიმართ რომ დობა არ არის იმისა, რომ სასამართლო აქ იქნება ის მდგენელი, რომელიც იტყვის, რომ სამართლიანია თუ უსამართლო, ძალიან ბუნებრივია რა. ამდენი кейსის მე შემდეგ უშუალოდ თავიანთ პროცესებში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და ნუ შესაბამისად ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა, რომ ანუ უნდა იყოს სასამართლოს ღრმა ჩართულობა და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ განცდებს, რასაც ქონების ექსპროპრიაცია იწვევს ზოგადად რა. ხო. კიდევ ერთი პრობლემა რაც ხდება, მაგალითად ჰუდონ ჰესზე. ეხლა მაგალითად ჰუდონ ჰესის შემთხვევაში რაღაცა მოსახლეობის მხრიდან პრობლემა იყო ის, რომ იტყორებოდა სოფლები, სადაც ანუ რომელსაც უნდა გამოისყიდა ეს სოფლები დაეცალა კომპანიას და შემდეგ აიშენდა მინას ჰესი და ნუ იტყორებოდა ის საფლავები, რომელიც ნუ იყოს სოფლების ოდითგან. და შესაბამისად ეს იყო თავი პრობლემა. ანუ იდეაში მთავრობა რომ უნდა იყოს შუამავალი კომპანიასა და მოსახლეობას შორის, რომ მთავრობა ანუ ქვეყნის ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის კეთილდღეობას. და შესაბამისად, ანუ კომპანია უნდა იყოს ისეთი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ღირსებას და ასე შემდეგ. მთავრობა ამ შემთხვევაში უნდა იყოს შუამავალი და ერთგვარი რაღაცა შემათანხმებელი კომპანიასა და მოსახლეობას შორის. ჩვენ შემთხვევაში მსგავსი სიტუაცია არასდროს არ არის, არამედ მთავრობა ყოველთვის არის რაღაცნაირად მოსახლეობის წინააღმდეგი.
და ირჩევს ყოველთვის იმ კომპანიის მხარეს, რომელიც მას აწყობს. აი ეს მიდგომა არის შესასვლელი და მოსახლეობას უნდა სჯეროდეს, რომ ის ჰესი რაც შენდება მისთვის, ანუ საქართველოს მოქალაქისთვის და არ შენდება რაღაც ის ბიტკოინების ქარხნისთვის. ხო, და ჩვენ თუ გვინდა საბოლოო დასკვნის სახით რო გავაკეთოთ. და ამ ფონდო ჰესი რაც ცუდი რაღაც რაც ხდება, არის ის რომ ეხლა სახელმწიფომ გამოისყიდა და სახელმწიფო ამის რომ მე თვითონ ავაშენებ. ამ ჩემი ჩართულობით აშენდება ფონდო ჰესი. და სახელმწიფოს მიერ აშენებული არ არსებობს სოფლიოში არაფერი და დათვლილი არის რომ საშუალოდ ყველაზე საშუალო სახელმწიფო ან კერძო სექტორი 4-ჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე სახელმწიფო სექტორი ანუ რაღაცის მშენებლობისას. მაგალითად, პორტი იქნება ეს, ჰესი იქნება თუ რა იქნება, ამ წარმოგიდგენთ 4-ჯერ უფრო ძვირი დაგვიჯდება ჩვენ, იმიტომ რომ სახელმწიფო აშენებს ამას, ვიდრე იმ შემთხვევაში დაგვიჯდებოდა თუ ამას აშენებდა კერძო კომპანია. თუმცა კერძო კომპანიის შემთხვევაშიც, აი ხა მაგალითად ქართული ოსნების უნარობის გამო დიდი ალბათობით პარიზში არბიტრაჟის დასკვნიდან გამომდინარე რა იქნება, ანუ ორი საჩელი წაგებული აქვს, ანუ მესამე არის უკვე პარიზის არბიტრაჟში და მილიარდ ლარზე არის უკვე ასული. პირველად იყო 250 მილიონი, მერე იყო 450 მილიონი. ეხლა პარიზის არბიტრაჟის და ეს ორივე 250 და 450-იც წავაგეთ, ეხლა არის 1 მილიარდ ლარზე საუბარი ცოტა მეტზე და თუ ამ არბიტრაჟს წავაგებთ, ეს იქნება ის, რაც უნდა გადავხედოთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ ქართული ოსნების უნარობის და უნიათობის გამო. ხო. ხო, და დასკვნის სახით უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის, რომ საკრაულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, განსაკუთრებით დიდი ელექტროსადგურების მშენებლობა. აი ხარო ჩაქრა შუქი და ასე შემდეგ, აი ესეთი შემთხვევები აღარ იქნება იმ შემთხვევაში თუ გამართული ინფრასტრუქტურა გვექნება, მეტი ჰესი გვექნება და ეს აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი დოლარის დასს, იმიტომ რომ შესაძლებელია პირობითად ელექტროენერგიის იმპორტიც ასევე ექსპორტიც. ხო, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, როგორც ყველაფერში აქაც და სასამართლო იყოს ღრმად ჩართული პროცესის წარმოებაში. როგორც სამართლიანობის დადგენის თვალსაზრისით, ასევე ფასწარმოქმნის სამართლიანობის თვალსაზრისით და ასევე დოკუმენტაციის სიმართლის თვალსაზრისით. ხო, ის ყურა.